მოგესალმებით, მე ვარ კახაბერ პაპუაშვილი, ისტორიკოსი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რაჭაში, კერძოდ კი ამბროლაურში. მოგეხსენებათ, რომ რაჭა ძალიან მდიდარია ციხესიმაგრეებით, ნატაძრალებით, ნანგრევებით და რაც თქმა უნდა კულინარიით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სიყვარულის ჩალჩქერთან, რომელსაც აქვს გულის ფორმა და განმოცემის თანახმად თუნდაც შიგნით შევაგე დასაქორწინებელი უმოკლეს პერიოდში დაქორწინდელი. გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, უნდა აგვერჩია ორი ლოკაცია. მიუხედავად უამრავი საინტერესო ადგილებისა, ამის შემდეგ ჩვენ გადავინაცვლეთ ამბროლაურში მაჩაბლის კოშკთან. როგორც მოგახსენებთ, მე ჩვენია თქვენთვის ამბროლაურში მდგარი მაჩაბლის კოშკი. სახელმწიფო მომდინარეობს, რომ შუა საუკუნეებში სამოჩავროდან მოსული ოჯახისთვის გადაუციათ ეს კოშკი და მაჩაბლის კოშკის სახელი მოდის აქედან. კოშკი მიეკუთვნა მე-17 საუკუნეს, ამავე პერიოდის ტაძარიც არა სიახლოვეს, ცოტა აღმოსავლეთით, რომლებიც დაანგრიეს 24-იან წლებში. წარწერაც გვეუბნება, რომ ამ ტაძრის ამშენებელი ყოფილა მეფე გიორგი, იმერეთის მეფეზეა ლაპარაკი, დედოფალი თამარი და მათი ორი ვაჟიშვილია მოხსენებული. თვითონ იესე მაჩაბლის საფლავის ქვაც გვაქვს სანახავად და რომელიც ადასტურებს ამ გადმოცემის სინამდვილეს. რაჭაში უამრავი ძეგლია სანახავი, კოშკები, ეკლესია მონასტრები, მაგრამ მინდა შეზღუდული დროის გამო, აუცილებლობის გამო, როცა ასეთი მოკლე მონაკვეთი გვაქვს, სტუმრებს ვაჩვენებთ ნიკორწმინდას ბარაკოს მაჩაბლის კოშკი, რომელიც შედარებით უკეთესად ჩამოინახა დრომ და ეს ფეხზე მდგარი კოშკია, რომ ვიტყვიან და რესტავრირებულია, რა თქმა უნდა, ხო, შეიცავს 4 სართულს, ამჟამად აშენებულია ქვიშაქვით და კლდის ნატეხი ქვით და ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი არის. ძალიან უყვართ ბავშვებს მოსვლა და კოშკთან ფოტოების გადაღება. თვითონ კოშკთან დაწყია ტაძრის მე-17 საუკუნის ტაძრის სარკმლის ნატეხები, ჩუქურთმის ნატეხები, რაც გვეუბნება, რომ ეს ტაძარიც იყო თავზე შემკული არ წერებით. ეს იყო ძალიან საინტერესო. როგორც მოგესალმებით, ამბროლაურთან ასოცირდება ასევე ნიკორწმინდა. მის უნახავად ვერ წაგიყვანთ ნამდვილად აქედან და უნდა ვნახოთ აუცილებლად ნიკორწმინდის ტაძარი. ჩვენ ახლა ვიყოფებით სოფელ ნიკორწმინდაში ტაძრის ეზოში, რომელიც არის მე-11 საუკუნის ძეგლი და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის მიერ არის აშენებული. უამრავია სასაუბრო არქიტექტურა ცალკე, მხატვრობა ცალკე, მდებარეობა, მისი ტიპი, ფრესკები, მაგრამ ვცდილობთ, რომ ესე იგი მოკლედ ჩავატიოთ საუბარი რეგლამენტიდან გამომდინარე და შეხედეთ ამ ტაძრის სიმშვენიერეს, რომელსაც გალაქტიონმა უნახავად დაუწერა ლექსი ქებათა ქება ნიკორწმინდას. მე-11 საუკუნის ძეგლებს დამახასიათებელ ჯვარ-გუმბათოვანი ტიპი, ნაშენია კირქვის ქვით, შემკულია ულამაზესი ჩუქურთმებით, 12 სარკმელიდან არც ერთი არ არის ერთნაირი. მართალია ნიკორწმინდის ტაძარი 1991 წლის მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა, მაგრამ სახელმწიფოს შარების შედეგად მას აღუდგა პირვანდელი სახე. განმოცემა არსებობს ასეთი, რომ ტაძრის მშენებლობისას მონაწილეობდა ნიკო რახარი, რომელიც გამყოლის გარეშე სამტეხლოდან მარხილზე დალაგებულ კვადრებს მოიტანდა ხოლმე სამშენებლო მოედნამდე. გუმბათის სარკმელები 12-ია, 12 მოციქულის სახელზე და ისინი თითეული არის განუმეორებელი, ისინი ერთმანეთს არ იმეორებენ და რთმოდად როდესაც მოდიან სტუმრებთან ნახულები, ისინი იხიბლებიან ამ ჩუქურთმების სიღრმით, სილამაზით, მრავალფეროვნებით. როგორც უყურებთ, როგორც სპეციალისტმა დაამტკიცეს, რომ აქ მუშაობდა 3 არქიტექტორი, ახალგაზრდა, ხნიერი და მოხუცებული. ეს საჭრეთელი სიღრმეზია თურმე დამოკიდებული ამის გამორკვევა და განსხვავდება 3 ხელი იკითხება ჩუქურთმების კვეთაში. პერიოდი მიღებული იყო, რომ ტაძარი უნდა იყოს მოკრძალებული, ნახევრად ბნელი. თითქოს რევოლუცია არის ამ ტაძრებში იმ მხრივ, რომ დაიხუნზლა ჩუქურთმები და პარალელს ავლებენ სამხრეთ საქართველოში მდებარე კუმურდოს ტაძართან, რომელიც ასევე მდიდარი არის ჩუქურთმებით. მიუხედავად ასეთი საინტერესო მოგზაურობისა, უნდა აღნიშნოს, რომ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რაჭული კულინარია და ამბროლაურში უნდა ვესწრებთ ერთ საყვარელ ოჯახს, რომელიც მოგვიმზადებს სამ კერძს.
როგორც შეგვედით, მოვედით ერთ მშვენიერ რაჭულ ოჯახში ქალბატონ ჩიტოსთან, რომელიც მოგვიმზადებს 3 რაჭულ კერძს. აბა ეს კერძები როგორ იქნება დღეს გაკეთების მომენტში? მოგესალმებით, გამარჯობათ. მინდა გითხრათ, რომ რაჭული კერძები 3-ზე მეტი არის, მაგრამ ამ ეტაპზე ავირჩიეთ, რომ გავაკეთოთ ლობიანი, ლობიო და ჩაშუშული ვიჩინის. და ეტაპობრივად მივყვეთ. თან აგიხსნით როგორ კეთდება, ჩვენი რაჭული კერძები მოსწონს უმეტესობას ყველას ძალიან კარგად და მინდა გითხრა, რომ არაფერს არ იწუნება რაჭულ კერძებისას, განსაკუთრებით ლორის ვიჩინისას. ჩვენ ახლა შევჩერდით, რომ ვიჩინა არის რაჭული, ლორი არაო და ვიჩინის კერძები სხვადასხვანაირად ლობიოს ვიჩინაში, ლორის ჩაშუშული, რა ვიცი, მწვანე ლობიო ლორით და უამრავი ვიჩინის კერძი შეიძლება გავაკეთოთ ეტაპობრივად, რაც შემოდის სეზონურად. ამ ჭუჭი გავაკეთოთ ვიჩინის ჩაშუშული, პამიდორში. დამეხმარები კი, როგორ არა, მეც მოგეხმარებით, თან ვისაუბრებთ ტურისტებს განსაკუთრებით რომელი კერძი უფრო ურჩევნიათ რაჭული, აი გაუგონიათ, მოსულან და ეს კერძი გავიკეთეო. ვერ გეტყვი, ყველა მოწონთ, მაგრამ ლობიანი, ლორი და ძალიან მოეწონათ, რატო აქვს სხვა გემო ლობიანსო. და მე თვითონ დაასკვნეს, რომ ის რაღაც სხვა გემო მიტო ქონდა ლობიანს, რომ იყო შეშის ღუმელში ჩამცხვარი და ამიტომ ძალიან ვცდილობ, რომ ყველა კერძი შეშის ღუმელზე სულ სხვა გემოთი კეთდება და ყველა კერძი დამატებითი ინგრედიენტია, მე მგონია, რომ რაღაც როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, ეხლა განსაკუთრებით. დიახ. პირველი კერძის მომზადებისას თავარი არის ვქონდეს ვიჩინა. ეს ვიჩინა ჩვენი ოჯახის გაკეთებულია. ჩემმა მეუღლემ გააკეთა. ყველა ვართ ჩართული ამ საქმეში. დიახ. ეხლა რაღაც ვიჩინის ჩაშუშულს ვაკეთებთ. ეს უნდა დავჭრათ. ეს არის გარეცხილი დამუშავებული მაქვს ეხლა და დავჭრათ ესე საშუალო ზომის ნაჭრებად. ნუ უნდა ითქვას, რომ რაჭული ლორის დამზადების ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის რაჭაში. წარმოუდგენელია რაჭული სუფრა ამ კერძის გარეშე. და ესეთი თავი ატრიბუტია ხოლმე სადღესასწაულო სუფრებზე პირველ რიგში და ასევე სხვა სუფრებზეც. ლორის შებოლის ტრადიცია უძველეს დროიდან მოდის, რომ განსაკუთრებულ ჯიშის ხეებსაც კი არჩევდნენ, რომ ყველა ხე არ გამოდგება ამ დროს, რომელიც ეხლა უკვე ვაშრობთ იმ ხეებს ჩვენ. და შეიძლება დაუკარგოსო არომატიო სხვა არასასიამოვნო ჯიშის ხეება და აუცილებლად მიღებულია. ზოგი ამბობს, რომ კომშია ძალიან კარგი, ზოგი ამბობს, ალუბლის ჯირკებია ძალიან კარგი, რომელიც განსაკუთრებულ არომატს ხებს. დიახ, კურკოვანი ხეები ძირითადად. არ გინდა ეს რო გასაჯოს. არა, გვადლობთ. ეხლა დავიწყოთ ჩვენ ეს კერძი განსაკუთრებით მომწონს, მე უნდა გაკეთდეს დაბალ ქვაბში, რომ იოლად მოიშუშეს. გახურებულ ტაფაზე დავყაროთ კახა ეს ცხიმიანი ვიჩინა. ამას შემდეგ დავაჭრით ხავს, მწვანილებს, პამიდორს. სანამ ვიჩინა მომზადება და მივა იმ დონეზე რა დონეზეც უნდა დავტოვოთ, მანამდე გავამზადოთ ხახვი. აი ალყა დაჭრილ ხავს ვეძახით ესე. რაჭული ვიჩინის კერძი იმისთვის არის კარგი, რომ ადამიანი იყოს დანაყრებული, ძლიერი და მოხსენებათ რაჭაში ძიმე პირობებიც იყო ადრე თუმეტეს და კერძების მრავალფეროვნება მაინც ასოცირდებოდა ასეთ ბუნებრივ ინგრედიენტებთან. ვიტამინებით სავსე იყო, ცხოველური ცხიმებით სავსე და ეს ხალხი რომ ყოჩაღად შეებოდა ყანებს, ვენახებს. ქოლესტერინის გარეშე არის სხვათა შორის. ხო. შემდეგი ნაბიჯი რა არის ქალბატონო ჩიტო ამ კერძის კეთებისას? უნდა შევბრაწოთ. ოქროსფერ ზომამდე. კი, არ უნდა დავწვათ, უნდა შევბრაწოთ გემრიელად. ეს წვრილად უნდა იწერს თუ ესეც ალყა-ალყა და აი რა არის გემოვნებაზე არის ვის როგორ უნდა ეხა მე ესე მომწონს, მე ესე ვაჭმევ ჩემს სტუმარს. თვითონ როგორც მოეწონება. ძირითადად ეს კერძი მაინც რაღაც ვიჩინას რა როლს შეიცავს, ეს ზამთრის პერიოდისთვის არის განსაზღვრული, რატო იცი? ზამთარში ნაკლები პროდუქტი რომ იყო რაჭაში, ამით ივსებდნენ აი დანაკლის ადამიანები ორგანიზმში.
ნაყრდებოდნენ კარგად. მაგრამ ეხა შეიძლება ყოველთვის გავამზადოთ. კი, რა თქმა უნდა, არ უნდა. ეხა მაგალითად მწვანე ლობიოს რო ვაკეთებ ფლორში, ეხა მწვანე ლობიო უფრო სეზონური არის და ძალიან გემრიელი არის. და ეს ყოველთვის შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და მივირთვათ. ერთი პერიოდი მწვანე ლობიოს მარილწყალში ინახავდნენ მოხუფულად და მერე ზამთარში კაზბავდნენ. მოხუფულს მაინც ვერ ვერიდები. მაგრამ მერე შეიცვალა რომ ნატურალური ჯობია ყველაფერიო და ამიტომ ახლა ამ დაჭრილ მწვანილს ქალატონოში და ასუზავთ? ეხლა ეს მწვანილი არ არის ჯერ დაჭრილი, ხახვი არის მხოლოდ ბულგარული, მწვანე წიწაკა, ნივრის ფოთლები, თუ გინდა წითელი ბულგარულიც, მაგრამ მე რა ვიცი, მწვანე ბულგარულში მიყვარს. კი ბატონო. და ეხლა ეს უკვე ჩვენი ვიჩინა, აი მზად არის. ეხლა ამ ყველაფერს დავაყრით ჩვენს დაბრაწულ ვიჩინას. აი კიდე შემოგვემატა ახალი ინგრედიენტი. სწორად დაჭრილი პომიდორი. ხო. ტომატითაც ცუდი არ გამოდის, ძალიან გემრიელი გამოდის, სხვათა შორის ტომატით. ეს უფრო სხვაგვარ არომატი აქვს. ხო, ეს ცოცხალი პომიდორი. გაზაფხულზე უფრო უხდება და ტომატითაც პომიდორის საწებლით ყველაფრით შეიძლება, არა ვართ შეზღუდულები მაგაში. ვიჩინიან კერძებს ძალიან უხდება ჭადი და იმასობაში კახა მოვზილოთ ჩვენ რაჭული ჭადები. მოკლედ კახა დამიგემოვნე. კი, ძალიან სასწაულად გამოიყურება. ზოგს უყვარს ფლორთან ერთად. კი ბატონო. ჭადიც ჩაცხვება ამასობაში. კი ბატონო. მიირთვება და მეც გავსინჯავ. აბა, ქალატონი ჩიტოს კერძს ვაგემოვნებთ და შემდეგ უგემრიელესია. ყველაფერი აქვს თავის გემოზე, არომატებით, ვიჩინის გემოს, ცოცხალი მწვანილის გემო. შემდეგ ჩვენ დავაგემოვნებთ ამას ჭადებთან ერთად და მე დაგებრუნებით შემდეგი კერძით. ჭადების დაიბრაცა. ძალიან ლამაზი ჭადები გამოგვივიდა, ძალიან მადი სამგზელად გამოიყურება. ვიჩინის ჩაშუშულსაც უხდება. კი, რაჭულის უფრა ჭადის გარეშე მაინც წარმოუდგენელია. ამდვილად და გადავდივართ მეორე კერძზე. გადავდივართ მეორე კერძზე. ეს იქნება. არა, მოგქება მენიუში მეორე კერძზე? მენიუში ლობიო. ისევ რაჭული კერძი, ერთ-ერთი მთავარი. ისევ რაჭული კერძი. რაჭულის უფრის მშვენება, ჩვენი ლობიო. ლობიოც მოიხარშა ქოთანში. ერთ-ერთი ინგრედიენტი ლობიოს შესაკაზმად. ხახვი იბრაწება, მცირეოდენ ცხიმში. აბარა სადრებლები შეიძლება ქალატონო ჩიტო ლობიოს. ეხლა დაფნის ფოთოლი შევახარშოთ. აი, მომეხმარეთ. კონდარი მაქვს ბოსტნის და დაფქვილი არ არის. დაღერღილი. არც დაღერღილი, გამოფშვნილი მაქვს და უბრალოდ აი კი. ასე უნდა ზუსტად. ახლა ჩავუმატეთ უცხო სუნელი, რომელიც განსაკუთრებულ არომატს აძლევს. ეს ამოვალაფერთ ხო? კი, აუცილებლად ლაფერთხით გაკეთება. ეს არის ნაძვის ან სხვა წიწვოვანი მცენარის ტოტი, რომელსაც აქვს 5 პატარა გამონაზრდი და ასეთი მოძრაობით შევათხელებთ ლობიოს და ამოლაფერთხება ვქრია რაჭულად. ხაბა გამისინჯე. ესე იგი ჩვენი რაჭული მენიუს მეორე კერძი მზად არის და მზად არის გასინჯვისათვის. ახლა დავაგემოვნოთ. მარილი როგორ? აბა ვნახოთ. მარილი უნდა ხო? არა, არ უნდა. კარგია, ძალიან გემრიელია. ჩემი გემო ცოტაოდენ დაამატეთ. მეორე კერძიც მზად არის. სულ ცოტა ხანში მესამე კერძით დაგიბრუნდებით, ის მესამე კერძი იქნება ლობიანი. ლობიანები. რაჭული ლობიანი, ნამდვილად ღორის მუცლის ქონით გამზადებული უგემრიელესი. გადავედით მესამე კერძის მომზადებაზე, ეს არის ლობიანი. ლობიანი ტრადიციულად რა არის მთავარი ინგრედიენტი ლობიანში? ლობიანში მთავარი ინგრედიენტია, რა თქმა უნდა, ლობიო. დიახ.
მაგრამ რაჭული ლობიანი იმიტომ ქვია, რომ ყველაზე მიღებული იყო ღორის მუცლის ქონით დამზადებული ეს ლობიო და არის უფრო გემრიელი. განაწყლით უნდა გავათხელოთ, აი ამ ჩემს ლობიოს სულ ღორის ცხიმით არის მიღებული ის სტრუქტურა, რა სტრუქტურაც გვჭირდება ლობიანისთვის. დავიწყოთ ახლა ჩვენ ეს ჩვენი ცომები მოეშვა. ეხლა შევახვიოთ. ისე ლობიანს ლორითაც აკეთებენ, ხო? კი, რა თქმა უნდა, ლორითაც აკეთებენ, ზოგს არ უყვარს ისე ლორით, ღორის ქონით და ზეთითაც კი ვაკეთებ. სამარხო ლობიანები კეთდება ზეთით. სამარხო ლობიანები კეთდება ზეთით. რაჭულ ვიჩინას ენიჭება ძეგლის სტატუსი. ანუ ყველას შეუძლია კი გააკეთოს, მაგრამ კახეთში ვიჩინას ვეღარ დაარქმევენ. ცხეთაში ვიჩინას ვეღარ დაარქმევენ, რაჭულ ვიჩინას. ანუ იქ კახეთში მაგალითად ერქმება შაშხი. ეს რაჭული ვიჩინა იქნება. რაჭული ვიჩინა არის ტრადიციულად ტყეში გაზრდილი ტყის პროდუქტებით ნაკვები. რკოთი, წაბლით, ნარბენი, აუცილებლად რაჭული ვიჩინა უნდა იყოს ნარბენ ღორი, იმიტომ რომ მიღებულია გავდონჩი და ფენა რომ მოუჩას დაჭრილზე. თან სიმკვრივეც აქვს კახა იმას. მარტო ცხიმი არ უნდა იყოს. გავდონჩიტო ახლა მაყურებელთვის საინტერესო იქნება ლობიო გულსართად სამდე გარდა იქნებოდა რა გზები გაიარა. რა გზები გაიარა და ჩვეულებრივად მოუხარშეთ, არაფერი განსაკუთრებული, ოღონ რომ ადუღდება ლობიო, ხო? მე პირადად ესე მომწონს და ესე არის, რომ დაბალ ცეცხლზე უნდა ვხარშოთ. უფრო გემრიელი იხარშება. შეშის ღუმელზე თუ ვხარშავთ, ხოთლად გადასარევი. გადმოვიღებთ, გადმოვწურავთ, წვენს საერთოდ წყალს არ შევაყოლებთ. უნდა გავათხელოთ ცხიმით. გვინდა ღორის ქონით, გინდა ასე მიღებულია კიდევ ლობიოში ერთად მოხარშვა ვიჩინის ნაჭერის. კი, მაგი ოდითგან ცნობილი იყო და მე ვიჩინას ამოიღებდი ცალკე და თავისი ცხიმი წიწდება, რაღაცა ელეგანტური ხდება გარედან ეს ვიჩინა. ვიჩინა არის ლობიოსფერი არის მე. და ანუ ლობიო რჩება შეგაზმული. ლობიო რჩება შეკაზმული და აღარ უნდა იმის დამატება. და ტრადიციულად მიღებული იყო, როდესაც ქალები თონეში აცხობდნენ, არავის არ უშვებდნენ საცხობში. ჩაკეტავდნენ კარებს ჩუმად უნდა ყოფილიყვნენ და პირს აიხვევდნენ, რომ თონეში ჩაკიდებისას კულტურულად მოხდარიყო ცომის მიწებება გახურებული თონის კედლზე. და ითვლებოდა, რომ ეს ლობიანის და პურისხობა ერთ-ერთი წმინდა საქმე იყო საერთოდ ოჯახში და იცოდნენ უბრად კეთება, რაღაცა რიტუალების ჩატარება. მე მიყვარს სხვათა შორის ისა ბევრ ხალხთან ერთად კეთება არ მიყვარს, ჩემო კარგო რომ იყურებენ. აი წეგან რაც ახსენეთ, რომ შეიძლება ქარმა დაარტყას, ნიავმა გაუხმეს თავი ცომს ან ჩავარდეს ცომი და მაინც უნდა სიფაქიზე ცომთან ურთიერთობისას. ეს უცხო ნივთი არის ქალატონჩიტო რომ გამოთვიცნობია. ეს უცხო ნივთი არის ლობიანი გამოღების დროს დუხოვკარო ცხელი არის, ხელი არ დაგიწვას, სიგრძეც ისია რომ გვეხმარება ესე ამოღებაზე. ეს გამიკეთა ავთობიძიამ ნამგალაძე ამბროლაურში მეღვინე კაცი არის ჩვენი საყვარელი ადამიანი რომ ბიძიაო ჩემს სახსოვრად გექნებაო და სანამაცხო იქამდე გაგახსენდები ყოველთვისო და მიყვარს ძალიან ეს ნივთი. ძალიან კარგი. ლობიანი მზად არის ქალატონჩიტო მეგონი ძროა დავაგებოვნოთ ისე კარგად გამოიყურება. მირთვი. ძალიან გემრიელია მართლა. მე მოუწოდებ სულ ყველამ გასიჭოს ქალატონჩიტოს ლობიანები. ძალიან გემრიელია მართლა. დამშვიდობებით როც მოვიდა, იმედია მოგეწონა ჩვენი დღევანდელი მოგზაურობა რაჭაში და გესტუმრად ქალატონჩიტოსთან რაჭული კერძების დასაგემოვნებლად. გელოდებით.